ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო, ეთერშია პოლიტიკური კოდი და მე მისი წამყვანი ნინო შალამბერიძე. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო რესპონდენტი და საინტერესო საკითხებზე მოგვიწევს საუბარი. ჩვენ ვისაუბრებთ სამართლებრივ საკითხებზე და ამისათვის სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ქალბატონი ირმა ბრელიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი და ადვოკატთა ევროპული პალატის თავმჯდომარე. გამარჯობათ ქალბატონო ირმა. მოგესალმებით თქვენ, მოგესალმებით, მივესალმებ თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და სად ვარ თქვენ კითხვებს უპასუხო შეძლების ბევრი საინტერესო საკითხია დაგროვებული საზოგადოებაში, რომელიც საკითხებიც მე ვფიქრობ, რომ უფრო ფართოდ არის საჭირო მიიღოს პასუხები მსმენელმა. პირველი ყველაზე რთული და საჭიროებო საკითხი სად შემიძლია ჩავთვალო, ეს არის არასრულწლოვნების თემა. ამ ბოლო პერიოდში რატომღაც არასრულწლოვნებში იმატა კრიმინალმა. რაღაც უფრო ეს სხვანაირ ჭრილში შევიდა არასრულწლოვნების სიტუაცია და მე მაინტერესებს რამდენად სავალდებულოა გამკაცრდეს კანონი არასრულწლოვნების მიმართ და დადგეს ანუ მათი კანონმდებლობის საკითხი. კი ბატონო, არასრულწლოვნთან მიმართებაში ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმეები მაქსიმალურად მე ესე ვიტყოდი, რომ ბოლო პერიოდში მიექცია ყურადღება, თორე ამ ბოლო პერიოდში არ გამოვლენილა ეს არასრულწლოვანთა მხრიდან არაკანონიერი ქმედებები და ჯგუფებები და ასე შემდგომ. რამდენი ხანია წლების წინაც იყო გამოწვევა, მაგრამ პასუხი იყო სამართალდამცავი ორგანოებიდან გამომდინარე, რომ ისინი არ იყვნენ იმას აქვს მიღწეული, რომ დამდგარიყო მათი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე სახელმწიფომ არანაირი ზომა, არანაირი ბერკეტი, არანაირი მათთან დამოკიდებულებაში რაღაცა პოზიტიური ვალდებულება არ გამოიყენა, რომ ამ არასრულწლოვანთან მიმართებაში რაღაცნაირად დალაგებულიყო ეს მათი პროტესტი, რაღაც მიმდევრობა, რომლებსაც მიყავდა ბევრი არასრულწლოვანი მიიყვანა ციხისკარებთან და დღეს უკვე პასუხისმგებლობა აქვთ, ბრალდებულებად არიან ცნობილები და ასე შემდგომ. მე მაინც მივაჩნია, რომ აი ამ ბავშვების ქმედებებში დანაშაულზე მეტად ვიგებ მათი მხრიდან მე პირადად და ყველა იურის გვესმის ერთი რამ, შველას ითხოვენ ისინი. არასრულწლოვანი როცა ჩადის მძიმე დანაშაულს, განსაკუთრებით მკვლელობას, ეს უმძიმესი დანაშაულია ის ამ შემთხვევაში მის მასში რაღაც არსებულ გადაულახავ პრობლემიდან გამომდინარე, რაღაციდან გამომდინარე ანგარიშწორებას ახდენს აბსოლუტურად დამოუკიდებელ პიროვნებაზე და ამით რეალიზაციას ეწევა საკუთარი თავის. ყოველ შემთხვევაში ბოლოდროინდელი საქმეებიდან მე რამოდენიმე არასრულწლოვანი საქმე მაქვს და მათთან გასაუბრების დროს მრჩება წარმოდგენა, რომ აზრზე არ არიან მათ ქმედებას რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება და მოყოლოდა. უფრო მეტიც, გააზრებული რომ ქონოდა თითოეულ მათგანს მათ მიერ განხორციელებული ქმედება, ის ჩხუბის დეტალები, თუნდაც რაც გახმაურდა ტელევიზიით წამების დეტალები, ხო? თავად იღებდნენ და ტვირთავდნენ TikTok-ზე. ჩაგეკითხებით, რა თქმა შეიძლება თქვენ ამბობთ, რომ არ არიან გააზრებულები რა სიმძიმის დანაშაულს ჩადიან, მაგრამ აი მაშინ რა დავარქვათ ჩვენ იმ ქმედებას, როდესაც ჩვენ ვნახულობთ იგივე მკვლელობის, იგივე წამების თქვენ ახსენეთ, აი ამ ფაქტებს, ამ სახელ ფაქტებს, რა გონიათ რასაკეთებენ? რა გონიათ? აი მე პირადად საუბრებში, ანუ ესენი რა გამართლებას თუ ამას შეიძლება საერთოდ გამართლება უწოდოთ, ანუ თვითონ ხო უნდა ახსნან ეს რატომ გააკეთეს, ან როგორ შეიძლება
17-16 წლის ადამიანმა 15 წლის მოზარდმა დღეს უკვე ისიც 21 საუკუნეში არ იცოდეს რომ წამება არ შეიძლება, მოკლა არ შეიძლება, რაღაც არ შეიძლება, ხო? ანუ ეს რა მდგომარეობიდან გამომდინარე გამოდიან, მოდი ამასაც შევეხოთ, მათი რაღაც სოციუმსაც შევეხოთ და უკვე რა ახსნას აკეთებენ ამ ყველაფერთან, როგორ შეიძლება არ იცოდეს ადამიანს აწამებს ტკივა, ეუბნება რომ ტკივა და ეუბნება რომ შენ არ გიშველის აი ეს რაღაც შენი ჯვარი და რაღაცა ეს დაჯგუფებები ხო? ანუ აქ რა ხდება? აი ზუსტად ეგ არის ყველაზე მტკივნეული, რომ მათთან საუბრის დროს მე რაც გავიგე 4 პირი მყავს დაცვის ქვეშ, მათთან საუბრის ქვეშ ერთადერთი რაც მე მათგან გავიგე იყო, რომ სამართალდამცავი ორგანოები ვერ ერევა აი ამ ხალხს, ვისთანაც მათ მოდით ეს დაპირისპირება და კონკრეტულად ვინ არიან პედოფილები. ანუ ესე იგი არასრულწლოვნებზე მოძალადე პირები. ეხლა მე ვინც მყავს. დიახ, თქვენი პრაქტიკიდან. ანუ ეს ბავშვები არიან მსხვერპლი პედოფილები. ანუ თავიანთ გაგებაში ამათ აქვთ როგორი მომენტი, იცი, რომ სამართლიანობას იცავენ ვითომ, სოციალურ ქსელში ქმნიან ყალბ აკაუნტებს, გვერდებს, სადაც პატარა გოგოს სურათია განთავსებული და შემდგომ აი აქ უკვე ასაკოვანი ადამიანი, როდესაც გამოიჩენს სურვილს რომ დაუკავშირდეს და მიწეროს SMS-ი შეხვედრაზე დაიბაროს, ამ შემთხვევაში ესენი ერთვებიან, იმიტომ რომ ამ ადამიანზე დაუშვათ შური იძიონ ან ფიზიკურად გაუსწორდნენ, რომ მეორედ არ გააკეთოს. ხვდებით, აი ეს არის ამათი სურვილი, რომ ჩვენ იმიტომ ფიზიკურად უსწორდებით მას, რომ მან მეორედ არ იკადროს მსგავსი ქმედება. და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, ნინო, მე როდესაც მტკიცებულებების მოგროვება დავიწყე ჩემი სტრატეგიიდან გამომდინარე, თითეული ჩემი დასაცავი პირის ოჯახში აღმოჩნდა არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, ვისაც მსგავსი ფაქტი ჰქონდა გადატანილი. აი რისი თქმა მინდა და იყო დეიდაშვილი იყო. ანუ ამ ბავშვებმა, რომლებმაც ეხლა იძალადეს ფიზიკურად სრულწლოვან მამაკაცზე და ამბობენ, რომ ეს პედოფილია, ის ბავშვია, ხო? მას გონია, რომ აი ხა თუ ფიზიკურად იძალადეს პოლიციას დაეხმარება. ხვდებით, ეს მისი არასრულწლოვანი და გაუცნობიერებიდან გამომდინარე. თუ კი მის ოჯახს ეხებოდა. აქედან გამომდინარე მე მრჩება ერთადერთი დასკვნა, რომ ბავშვები ძალადობამდე მიყავს სოციუმს. მეორე შემთხვევა რაც არის, ნახეთ, ხშირად მე ვაკეთებ განცხადებას Facebook-ზე, რომ ამდენი ძალადობის მოწოდება, ამდენი საზოგადოებისგან შურიზიების სურვილი კომენტარებში. არასრულწლოვანები კითხულობენ, ხო, გახმაურებულ საქმეზე, ვთქვათ, პირობითად მესმის საზოგადოების ღელვა, მესმის, რომ გახმაურებულ საქმეზე საზოგადოება ითხოვს მკვლელის დასჯას, მაგრამ ჩვენ ვართ გვაქვს ყოველ შემთხვევაში პრეტენზია, რომ განათლებული საზოგადოების შემადგენელი ნაწილი ვართ, ხო? განათლებულმა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ, რომ იმ ჩვენ კომენტარს კითხულობს არასრულწლოვნები. თვალის წილ, ხელის წილ. ამ დროს ხო ჩვენ დიდი ხანია გვერდია უარეთ და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში ვართ ჩართულები, ხო? როდესაც არასრულწლოვანი ხედავს, რომ საზოგადოების 70-80% ესეთ შემთხვევაში გახმაურებული ან მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ითხოვს, რომ დაისაჯოს დედა, დაისაჯოს მამა, ადვოკატი, ხო, რა ხდება? ესე იგი არასრულწლოვანი მაგალითს იღებს, რომ შეიძლება თუ ვინმე რამეს დამიშავებს, მე პირობითად არასრულწლოვანი რო ვარ, ესე იგი მას უნდა გავუსწორდე ფიზიკურად. ხვდებით? აი სოციუმი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ეს მათი ქცევა არის პასუხი აი იმ საზოგადოებისთვის, რომელმა საზოგადოებამაც შექმნა ეს ბავშვები, ესეთ მოძალადება. დიდი როლი აქვს საზოგადოებას. თქვენ ხომ არ ფიქრობთ, აი მაინც საზოგადოებას შევეხეთ და ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენთვის როგორც საზოგადოების წევრისთვის დამესვა უკვე ეს კითხვა, რომ იგივე სკოლა, იგივე განათლება, იგივე ის სოციუმი, რაც განათლების სისტემაშია,
არა ტრადიციული, არა რელიგიური, რაღაც არის ხო საკითხები, რაც უფრო მოწოდების სიმაღლეზე გაყენებს და უნდა იყოს ხო ჩართული, რომ ბავშვს არ კონდეს რაღაც უფროს უმცროსის ზღვარი, რაღაცეები კი ვხედავთ, რომ რაღაც საკითხები დღეს ასე თუ ისე რაღაცის ზღვარზე დგას. აი როგორ ფიქრობთ, ამ სოციუმმა და ამ მდგომარეობამაც ხომ არ გამოიწვია, რომ აქამდე მივედით? რა თქმა უნდა, ნინო, აი მან ეგაუღნიშნე ზუსტად, რომ სოციუმი, საზოგადოება, ოჯახი, სკოლა, სახელმწიფო, ეს 4-5 რგოლი ჩართულია იმაში და პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ამ არასრულწლოვნებზე. რა მდგომარეობაშიც დღეს ეს არასრულწლოვნები აღმოჩნდნენ. ყველასა გვაქვს აქ პრობლემა. ყველასა გვაქვს წვლილი, ანუ ჩვენი ნეიტრალური დამოკიდებულებით, ელემენტარულად ბავშვებთან ნაკლები კომუნიკაციით, ან სწორად რომ მივიტანოთ, დაუშვათ რა არის დასჯადი. დაუშვათ, აი მისი ქმედებას განხორციელებული საიდან იწვევს დაუშვათ პასუხისმგებლობას. ხო შეიძლება არასრულწლოვნებში სკოლაში შეტანილი იქნეს, შეყვანილი იყოს იურისტები, მათთვის გასაგებ ენაზე იყოს ახსნილი, რომ აი თუნდაც ძალადობა, თუნდაც საკუთარ თავზე აღება, რომ ვიღაცას პასუხი აგებინოს, რომ ეს არის დასჯადი, ხო? მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ დაცვის ქვეშ ყოფა არასრულწლოვნებს არცეც არ აქვს გათავისებული, რომ ის ქმედება, რაც ჩაიდინეს, იყო დასჯადი. დღეს უკვე სახელმწიფო მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სახელმწიფოში შექმნას ეგრეთ წოდებული გამოსასწორებელი, მე არ მინდა ციხე სიტყვა ვიხმარო, რაღაც დაწესებულებები, სადაც არასრულწლოვნები მსგავსი დანაშაულებით, მნიშვნელობა არ აქვს, არასრულწლოვანი რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მოხდება ამ გამოსასწორებელ დაწესებულებაში. ეს როგორ გგონიათ რა ფორმატში შეიძლება აი წარმოგიდგენიათ და რა ფორმატში შეიძლება იყოს წარმოდგენილი აქ მათი მოხვედრა და შემდეგ უკვე იქედან მათი ადაპტირება ისევ საზოგადოებასთან. თუ ჩვენ ბავშვობის წლებს გადავხედავთ, გვახსოვს ჩვენ ეგეთი დაწესებულებები, ნინო ალბათ არ ვიცი ხა თქვენ გახსოვთ თუ არა, მე კარგად მახსოვს, იმუშავია ჩემი ჟურნალისტური წლებიდან გამომდინარე მსგავსი დაწესებულებები არსებობდა კომუნისტების პერიოდში და არანაირი ეფექტური ზომების განხორციელება იქ ვერ ხდება. პირიქით, იქედან დამახინჯებული. ეს იყო კომუნიზმში, მაგრამ დღეს ხო და აი იქედან მინდა ეხა შევხედო, დღეს როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ შევქნათ გამასწორებელი, როგორ მითხარი? ნუ გამოსასწორებელი ისა დაწესებულება, ეს არის გამორიცხული. ანუ ეს იქნებოდა, ესე ვთქვათ, იმ დანაშაულის, ანუ არ თავს ირიდებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო და მას არ უშვებს ციხეში, სადაც არიან კრიმინალები და იქ იმ განზომილებაში არ მოხვდეს და რაღაც დაწესებულებას ქმნის, სადაც რაღაც პერიოდი მოუწევს მასი გატარება, თუმცა მან უნდა აღიქვას ეს, რომ ის დასჯილია ამის გულისთვის და იმიტომ არის იქ, სადაც ის თავის ნებაზე ვერ იქნება. რაღაცის ალბათ მოუწევს რაღაცაზე უარის თქმა, ხო? ანუ ოჯახთან, მშობელთან ურთიერთობასთან, რაღაც ხო, აი როგორც იყო თუნდაც იმ კომუნიზმის დროს, მაგრამ არ იქნება ის სისტემა, რაც იყო მაშინ. აი ამაზე მაინტერესებს რა აზრის იქნებით. მე არა ვარ დადებითი აზრის ამ კუთხით, რა ვფიქრობ, რომ უფრო პრობლემა ამოწურული უნდა იყოს სანამ დანაშაული ჩაიდეს? დიახ, სანამ დანაშაული ჩაიდეს, მანამდე უნდა ჩაერთოს სახელმწიფო პოზიტიურად ამ ბავშვებთან მიმართებაში, სანამ ბავშვი გაითავისებს, რომ აი დაუშვათ თავისი მეს ჩამოიყალიბებს და რომელ გზას დაადგეს, მანამდე უნდა ხორციელდებოდეს სასწავლო დაწესებულებებში, სოციალური სამსახურებში უნდა იყოს რაღაც ისეთი კაბინეტები შექმნილი, რომ ესეთი ბავშვები სკოლიდანვე იქნეს ყურადღება მიქცეული. გამორიცხულია მასწავლებელმა არ იცოდეს რომელი ბავშვი რას წარმოადგენს, ხო? ან რით არის გატაცებული. ცოტა მეტი პასუხისმგებლობა. აი ეს დაწესებულება მე ვფიქრობ, რომ პირიქით უფრო უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვნებზე, იმიტომ რომ ბავშვი უნდა გაიზარდოს ოჯახურ გარემოში. ფიქრობ, რომ
ოჯახების შესწავლაც უნდა მოხდეს სოციალური სამსახურების მხრიდან, როდესაც სკოლა ინფორმაციას მიაწვდის სოციალურ სამსახურს, რომ რაღაცა ბავშვი არ მოწონს. სკოლაში არ დადის, ხშირად აცდენს. დიახ, მიატოვა სწავლა თუნდაც კი არ შევეგუოთ ამ ფაქტს, არამედ ყველა უნდა იყოს ჩართული ერთობლიობაში, აი ამ ბავშვის დასახმარებლად, რომ მასწავლებელია შენიშნა, რომ აცდეს, მიდრეკილება, შეეცვალა ქცევის კულტურა, ჩაცმის კულტურა არ არსებობს. დიახ, არ არსებობს მასწავლებელმა ეს ყველაფერი არ შეამჩნიოს. რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, მარტო ფსიქოლოგი სკოლის ამ პრობლემას ვერ აღმოხვრის, უნდა იყოს აქ რაღაც სხვა კუთხის შესაძლებლობები, სოციალური სამსახური იქნება თუ უფრო სხვა დანამატები, ღირებული დანამატები, ვიდრე შემზღუდავი. თუნდაც რელიგია იყოს სკოლაში. კი ბატონო, იურისტების შეყვანა, აი რაღაც კონკრეტული საათები დაეთმოს, თუნდაც ადვოკატების. აი ადვოკატმა ჩაატაროს არასრულწლოვნებთან მათთვის გასაგებ ენაზე, არა კანონის სიმკაცრით და რაღაც აი შემაშინებელი მოცულობით ნამდვილად არა, თავიანთ ენაზე რაღაც კეისების გაცნობა, რო არ დაითგუნოს მათი საინტერესო იყოს მათთვის. კი ბატონო, რომ არ დაითგუნოს მათი ფსიქიკა, ისე რომ აი მე შემიმჩნევი არასრულწლოვნებს, რომ ძალიან აინტერესებს, როცა მათ ვუყვები დაუშვათ ჩემს წარმოებაში არსებულ საქმეებს, ხო? ამის გაშიფრვა შეიძლება, განეიტრალება და რაღაც ლამაზად მიწოდება, ხო? და ავიყვანთ ამ ბავშვებს ჩვენ, აუცილებლად ავიყვანთ, შეიძლება ინდივიდუალურად ყველა ბავშვი ვერ დაემორჩილოს აი ამ მიდგომებს და რაღაც იმას განსაკუთრებული მოპყრობა დაჭირდეს, მაგრამ დაწესებულებაში ეს ბავშვები შეუშვათ და იქ რაღაცა გამოსწორდნენ, მე ეს სწორად არ მიმაჩნია რა. ალბათ ფიქრობ, სახელმწიფო იმუშავებენ მათთან ფსიქოლოგები, რაღაც სკოლაში იმუშავენ, სანამ მივლენ აი ამ მდგომარეობამდე, დანაშაულის ჩადენამდე, მანამდე უნდა მათ თანადგომა და ყურადღება. თქვენ ახსენეთ, რომ არასრულწლოვნებს იცავთ. მე აქ მინდა შევეხო სასამართლო რეფორმასაც და მინდა როგორც დამცველს გკითხოთ, რამდენად როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორ განაჩენს გამოიტანს სასამართლო და რამდენად ზოგადად დაცულია პრეზუმპცია უდანაშაულობის და რამდენად ადეკვატური და ობიექტურია განაჩენები, რომელიც გამოდის სასამართლო რეფორმირებულ სასამართლოში. ბოლო პერიოდის განაჩენებს გულისხმობთ ალბათ, ხო? უდანაშაულობის პრეზუმპცია ახლა არის ფუნდამენტური პრინციპი, ხო? არავინ არ შეიძლება იქნეს მიჩნეული დამნაშავედ, სანამ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დადგება მისი დანაშაულის ჩადენის ფაქტი და არ განისაზღვრება მისთვის სასჯელი, ხო? აქედან გამომდინარე, დღევანდელ სასამართლოს ნამდვილად ვერ უწოდებს სამართლიანს. და რატო? ნამდვილად ვერ უწოდებ გამომდინარე იქიდან, რომ არ შეიძლება შერჩევითი სამართალი იყოს. და რას გულისხმობთ შერჩევით სამართალში? პრაქტიკაზე დაკვირვებით მე ერთ-ერთ ადვოკატს არაერთხელ გამიჟღერებია ჩემ სოციალურ სივრცეში, რომ სასამართლომ არასამართლიანი განაჩენი დააყენა. დაუშვათ, აი მტკიცებულებათა შეფასება. კონკრეტულ რიგ საქმეში დაუშვათ ანალოგიური სახის მტკიცებულებები ფასდება ისე ერთი მოსამართლე აფასებს ის იმდაგვარად, რომ დგება გამამართლებელი განაჩენი. მეორე საქმეში, ანალოგიურ საქმეში შეიძლება იმავე მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოსამართლემ გამოიტანოს გამამტყუნებელი. ერთი და იგივე კეისის შემთხვევაში. ერთი და იგივე მუხლზე, ერთი და დაახლოებით ერთნაირ მტკიცებულებების სტანდარტზე, ხო? ანუ როდესაც, აი, მივყვეთ ნინოს საიდან, როდესაც პირველი წარდგენა ხდება პირის სასამართლოში, არასრულწლოვანზე მაქვს საუბარი. მას არ აქვს ნასამართლობა, არასრულწლოვანია. კანონი გთხოვს, რომ მიუდგე ძალიან ფრთხილად მის დაკავებას, მის სასჯელახსრულებით დროებით მოთავსების იზოლატორში, მოთავსება სასჯელახსრულებით დაწესებულებაში გადაყვანას და სასამართლო, იმიტომ რომ მას განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში ბრალი ედება, ხო? და ავტომატურად ყველაფრის იგნორის, ანუ დაცვამ რაც წარმოადგინეთ, ყველა მტკიცებულების იგნორის ქვეშ აპატიმრებს და უშვებს გლდანის დაწესებულებაში. აი ახლა ნებისმიერ ობიექტურად დაინტერესებულ პირს საწარმოდგენა შეიძლება შეგვექმნეს, რომ არასრულწლოვანი რომელიც შეიძლება გამართლდეს, ხო? საქმის არსებით განხილვამდე
ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, რომ არ იყოს პატიმრობა. ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა არ იყოს. გამოსავალი რა არის? რა შეიძლება იყოს? ყველა შემთხვევაში ესეც არასრულწლოვანს, როდესაც საქმე ეხება და რისკები არ არის იმისა, რომ მკაცრი აღკვეთი ღონისძიება იყოს გამოყენებული, სასამართლომ არასაპატიმრო უნდა გამოიყენოს და თუ კი ჩათვლის, რომ დაცვა რასაც ითხოვს, ნაკლებად მკაცრ აღკვეთ ღონისძიებას, არასაკმარისია მიზნების მიღწევისთვის, მაშინ დამატებითი ღონისძიება გამოიყენოს. Სასამართლო უნდა იყოს ყველანაირი დიახ, დამატებით პასპორტი, პირადობის ჩამორთმევა, კონკრეტულ ადგილზე ყოფნის ვალდებულება და 1000 გვარი დამატებითი შესაძლებლობა არის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ნაკლებად შემძლეა ღონისძიებასთან ერთად და თუ კი ამას ვერ არ შეასრულებს არასრულწლოვანი კანონმდებლობა აქვს საშუალება რომ შეიცვლება აღკვეთი ღონისძიება. არა მარტო არასრულწლოვანი, ზოგადად საუბრობ რეფორმაზე. არასრულწლოვანზე იმიტომ საუბრობ ნინო, რომ სრულწლოვანზე, არასრულწლოვანზე ერთნაირი მიდგომაა. თუ რაღაც აი კეთილი ფერია არ არის იმ საქმეში მოვლენილი და ხო ხდებით რასაც გულისხმობ ვიღაცის ახლობელი ამ არ შემწხვება არანაირად, იმიტომ რომ გადავხედოთ პრაქტიკებს, ეხლა მყავს 3 არასრულწლოვანი ბავშვი, რომელსაც ვიხვეწები რომ საპროცესო შეთანხმება გაუკეთონ 1 წელზე ან წელიწად ნახევარზე, იმიტომ რომ უნდა ისწავლონ და სწავლა უნდა გააგრძელონ და პროკურატურა იმ დროს როცა მსგავს кейსებში პირობითაც კი იყენებს ძარცვის მუხლზე მაქვს საუბარი და არანაირი სხვა რაღაც ისეთი მძიმე მუხლზე რაღაც საშინელება შემსწრებებზე დიახ არ წამებას არ წყვილობას არ გაუპატიურებას აი ცოცხალი თავით არანაირად 2 წელზე თავიდან დაიწყეს 3 წელი მერე ჩვენი საჩივრების თხოვნების ფონზე ჩამოაკლეს 3 თვე მერე 3 თვე და 2 წელი და 6 თვეს ფეხს არ უცვლის პროკურატურა ამ დროს როდესაც შეიძლება მსგავს кейსზე ამოვიღოთ ანგარიში ვნახოთ რომ პირობითიც კი აქვს საპროცესო პირობითი ინდივიდუალური მიდგომა ყველა საქმეზე. დიახ და აი აქ შერჩევითი სამართალი უკვე ზუსტად არის იმის საფუძველი რომ ადამიანი გაბოროტდეს რა. გინდა ის სრულწლოვანი იყოს და გინდა არასრულწლოვანი იყოს. ძალიან ბევრი ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი, როდესაც მე შევდივარ სასჯელი აღსრულებით დაწესებულებაში, კითხვას მისვავს, ჩემი მუხლით გავიდა ჩემს საკანში მყოფნი პირი, მე რატო არ მიშვებენ საპროცესოთი, ნინო? ანუ თუ გვაქვს რაღაც დადგენილი პრაქტიკა, ეს პრაქტიკა ყველას უნდა ეხებოდეს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ კანონი თანაბრად აუცილებლად თუ გვაქვს, რა თქმა უნდა, თუ გვაქვს სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაზე პრეტენზია და ან გვაქვს ამას ვამტკიცებთ, ხო? მაშინ პრაქტიკით დადგენილი ყველაზე უნდა ხორციელდებოდეს და არ უნდა იყოს განსხვავებული. ვიღაცის დედიკო იქ მუშაობს, მამა ვიღაცას იცნობს, არა. ეს უნდა ყველაფერი დავივიწყოთ. დღეს როგორც ვიცით და როგორც ხედავთ, რაღაც აღკვეთილია ეს ნაცნობობის თემა, რაღაც ძალიან სამართლიან ჭრილში ვართ შესულები და რაღაც აი ამ ყველა პრეზუმპციას ვიცავთ და ნუ მაინც ხო ვიცავთ, გააჩნია კულისებში რა ხდება. ფაქტია, ჩვენ ამას ვერ გავაკონტროლებთ და ამაზე ვერანაირ შეფასებას და განცხადებას მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე ერთი ადვოკატი რასაც ვაკვირდები, განსხვავებული პრაქტიკების არსებობა განაჩენებით ერთნაირ ან ნახეთ პრაქტიკა, უზენაესის პრაქტიკა, ხო? არის სახელმძღვანელო ქვემდგომი ინსტანციების. აი ეს პრაქტიკებიში რო თვითონ ჩაშლით განსხვავება, აი ამ შემთხვევაში ყველას გვიჩნდება ეჭვი, რომ ჩვენც ადვოკატებიც ხო ხდებით ერთმანეთს, არა, მაგალითად აი ამ მუხლზე საპროცესო შეთანხმება პირობითია. ძარცვაზე ვთქვა პირობითად და სხვა 3 წელს რეალურ სასჯელს თხოვენ მოაწერეს საპროცესო შეთანხმება თუ გინდა 3 წელი, ხო? რატო უნდა იყოს ეგეთი განსხვავებული მიდგომა, ხო? ერთნაირ თანაბარ ფაქტობრივ გარემოებების არსებობის დროს. ახლა კითხვა გამიჩნდა რომ იგივე გამოტანილი სასჯელის მისჯაზე, ანუ რამდენი წელი უნდა მიესაჯოს. აი აქაც არის რაღაც ფარდობითი, ხომ? რაღაც აი სიტყვაზე შეიძლება თაღლითობის მუხლი იყოს და 8 წელი მიესაჯოს, იყოს მკვლელობა და 5 წელი მიესაჯოს. აი
მკვლელობა ხო უფრო მძიმე დანაშაულია ვიდრე თაღლითობა. აი აქ როგორ ხდება ამის შერჩევა, ეს რატომ არის ამ ხელა? აი ეს საინტერესოა ძალიან. მე არ ვიცი, ხა მკვლელობა შეიძლება იყოს განზრახ მკვლელობაც, იყოს მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, იყოს აფექტურ მდგომარეობაში. აქ რა თქმა უნდა სასჯელის აბსოლუტურად განსხვავებულია და საზოგადოება ვერ იგებდეს, ჩემთანაც ყოფილა მსგავსი კითხვით მოქალაქეები მოსული, რომ აი მოუმართეთ, რომ რატო დაუშვათ მკვლელობა აქ ჩემ ნათესავს და ჩემ მეზობელს აქვს მისჯილი 5 წელი, 3 წელი ან საპროცესო აქვს. აი განსხვავება იმაში, განზრახ მკვლელობას, რომელი მუხლი არის 100-119 მუხლი თავისი დამამძიმებელი გარემოებებით. უკვე სულ სხვა მოცემულობაშია და სულ სხვა განაჩენი გამოდის იმ ფაქტების დადგენის შემდგომ, რასაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და ეხლა დავუშვათ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სულ სხვა განაჩენი გამოვა და შეიძლება გაუკვირდეს ადამიანს, ხო? მასაც ხომ მკვლელობა ქონდა ჩადეს. შეიძლება მკვლელობა იყოს, მაგრამ გამომართლებელი განაჩენი დადგეს, იმიტომ რომ არ იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა იმისთვის, რომ პირს მსჯავრი დაედოს, ხო? ანუ მტკიცებულებებზია ყველაფერი, ნინო. ყველა საქმე არის ინდივიდუალური. შეიძლება ორი кейსი მკვლელობის, ერთზე გამომტყუნებელი განაჩენი დადგეს 15 წელით, 16 წელის პირობითად თქვა და მეორე საქმეზე გამართლდეს. რატო? იმიტომ რომ იქ მტკიცებულებათა ერთობლიობამ ვერ დაადასტურა ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობამ. სტანდარტი ვერ შეიქმნა პირის ჯავდებისთვის და გამართდა. ეს არ ნიშნავს ხა პირობითად რომ ვიღაცამ დაუშვათ მის სასარგებლო განაჩენი, ჩვენც გქონია გამომართლებელი განაჩენები, ხო? პროცესის შეჯიბრითობა და ვინც რომელი მხარეც უფრო მეტ მტკიცებულებას წარადგენს და დაადასტურებს დამნაშაობა, ბრალდების მტკიცებულებებს თუ მაღალი ხარისხის წარმოადგენს და დაცვა ვერ გაუმკლავდება, ხო? განაჩენიც იქნება შესაბამისი. აქედან გამომდინარე საზოგადოების ეს კითხვები, ხა თქვენ რა კითხვაც დასვით, ძალიან ბევრჯერ ისება. ძალიან ბევრჯერ გამიგია და გამპირობებელი აი ეს გარემოებები არის, რომ სხვადასხვა, აი მაგალითად არსებობს სხეულის დაზიანება, ხომ? სუბუქი, ნაკლებად მძიმე და მძიმე. შესაბამისი პასუხისმგებლობა, შესაბამისი სასჯელია და განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მოქალაქე ხშირ შემთხვევაში ამას ვერ უმკლავდება, რომ აი ბოლომდე ჩაწვდეს, რატო დგება განსხვავებული აი ზუსტად სასჯელები. ახლა გუშინ მოხდა ბათუმში იყო საპროტესტო აქცია მკვლელობასთან დაკავშირებით. მკვლელობისთვის მიუსაჯეს 5 წელი, უკანონოდ იარაღის ტარება ცალკე საქმედ გამოიყო, მოსამართლემ გამოყო, მიესაჯა 7 წელი და დაზარალებულის მხარემ გამართა საპროტესტო აქცია. მოითხოვდნენ უფრო დიდ სასჯელს, რომ უნდა გამოეტანა სასამართლოს. ალბათ ანალოგიური სიტუაცია იყო და იხელმძღვანელა მოსამართლე, თუმცა ძალიან დასანანია, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანის სიცოცხლეს ესე მარტივად სპობს და ეს მიუღებელია ნამდვილად. ისევ და ისევ არასრულწლოვნების თემას დავუბრუნდები, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია დღეს ჩვენ სოციუმში ეს ამბავი. ძალიან ბევრი რაღაც გამოჩნდა იგივე რაღაც სკინჰედების მსგავსი და დაჯგუფების და ორგანიზაციის მსგავსი და ეს ბავშვები ფაქტიურად არიან მსხვერპლი ან რაღაცის ან ვიღაცის, ხო? ნამდვილად. იგივე ლურჯი ვეშაპი მახსენდება, რომ აი რაღაც ბავშვები თავებს იხოცავდნენ, ხო? ფსიქოლოგიურად მათზე ვიღაცა ძალადობდა. როგორ ფიქრობთ, რა ძალა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან? თქვენ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ, 30 წლიანი გამოცდილება გაქვთ, თუ არ ვცდები, იურისპრუდენციაში და ძალიან ბევრ საქმეს ხართ გაცნობილი. ძალიან ბევრს ანუ არასრულწლოვანებთანაც ქონიათ შეხება, მძიმე დანაშაულების მქონე ადამიანებთანაც საშუალოც ესე ვთქვათ და აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვინ ან რა შეიძლება იდგეს ამის უკან და რა არის გამოსავალი, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ ამ სოციუმისგან? კი ბატონო, ძირითადად პრობლემა რა არის? სოციალური ქსელი. სოციალურ ქსელებში ხდება მათი ანუ არასრულწლოვნებზე ესე ვთქვათ ნადირობა.
და როგორი შერჩევა ხდება ამ არასრულწლოვან. ეხლა კონკრეტულად მსგავს კატეგორიის საქმეში ვარ მე თავ შევიკავებ, რომ კანონთა კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებზე კონკრეტულად ვისაუბრო, მაგრამ ჩემი დასკვნა რაც არის ამ кейსებზე მუშაობის დროს, ეს არის, რომ სოციალური ქსელიდან ხდება მათთან კავშირზე გასვლა კონკრეტული სრულწლოვანი პიროვნებების, რომლებიც სხვადასხვა იდეოლოგიებით, სხვადასხვა მიმდევრობაში ამ არასრულწლოვნებს ითრევენ, მიზიდულობა არის რაღაც სხვადასხვაგვარი და წახალისება, რომ აი დაუშვათ ისინი ებრძვიან სფერატკანიანებს, ისინი ებრძვიან პედოფილებს, ებრძვიან არა ისეთი ორიენტაციის ხალხს, ასევე რაც რელიგიური ისიც არის, შავ სამყაროსაც. რელიგია ჩემს საქმეში არ შემხვედრია, რომ აი რამ რელიგიური დაპირისპირება იყოს. და აქედან გამომდინარე, ნახეთ, ვითომ ამ დაპირისპირებით ისინი სამართლიანობას აღადგენენ. შთაგონება აქვთ ის, რომ ნეოფაშისტური გაჯგუფება, კი ბატონო, მაგრამ რეალურად ამ ბავშვების გამოყენება ხდება არასწორად და მონსტრებად აქცევენ. და რატო? როდესაც მათი ფსიქიკა უკვე მოექცევა ამათი ლექციების ქვეშ, უკვე თავად არასრულწლოვანს რო ეკითხები, ამას რატო აკეთებდი? პასუხი არა აქვს. პასუხი რა აქვს? იცით, ჩემ მეგობარს აწყენინა. აი, იმიტომ რომ ის ფერატკანიანი, მე შენ რას გიშავებს, ხო პასუხი არა აქვს, ხვდებით? ისეთი ფსიქოლოგიური დამუხტვის ქვეშ არიან, ნინო, რომ რეალურად დასკვნას ვერ გააკეთებ. რატომ იქცევა ეს ბავშვია ესე? მაგრამ ნახეთ, ძირითადად ისეთი ოჯახის შვილები არიან, სადაც დედმამა დაშორებულია. აი მე მაგალითად რამდენი кейსიც მქონდა, დაშორებული ოჯახის შვილებია გამოყენებული. მე ვფიქრობ, რომ აი ესეთ ბავშვებს სუსტ წერტილს რაღაც ხარეს უპოვიან და ისინი რაღაც საზოგადოებაში დათრგუნულად გრძნობენ თავს და თანადგომას უცხადებენ, თითქოს ფარველობენ და ნელ-ნელა უკვე შეყავთ მათ დაჯგუფებაში და აი ისეთი დანაშაულის ჩადენაში უკვე ბრალდებული ხდება არასრულწლოვანი, რომ თავად გააზრებული არა აქვს, რომ აი რა იყო ეს, რატო გააკეთა, რა მოტივი იყო და მოტივი არა აქვს. უბრალოდ ითქვა, წავედით, ზემოქმედების ქვეშ. ფიზიკურად გაუსწორდეთ, იმიტომ რომ დამნაშავეა. საცემია. აჰა, ანუ ის დამნაშავე და საცემია. საცემია და ამ ყველაფერს გადაღებას ახდენენ უბედურებაზე. ხო, ეს ყველაზე საშინელი ხა, იგივე ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა, რომ იღებდნენ ამ ყველაფერს. და მე არ ვიცი ამაში რა სიამოვნება უნდა. ეს ბავშვები ნელ-ნელა უკვე გადაიქცნენ მონსტრებად. ხო, აი რა დონეზე ეს სამწუხაროა ჩემთვის. სამწუხაროდ ვერ აღიარებენ, მაგრამ ჩადიან ეს ბავშვები. სამწუხაროდ. მათი არასრულწლოვნობა გამოყენებული იყო ბოროტ მოქმედი, ანუ ძალიან გაბოროტებული პირების. კი ბატონო, კი ბატონო. აი ზუსტად ამიტომ ისევე დაუბრუნდები, აი ხო არ შეიძლება რომ დასჯადი გახდეს არასრულწლოვნისთვის, რაღაც ფორმა მოეძებნოს. მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ, რომ აი მაინც არასრულწლოვანია და მაინც მის უფლებებს იცავთ. აი მიუხედავად ამისა, რომ ესენი ვერ აცნობიერებენ, მიუხედავად ამისა, რომ იღებენ, ამით რაღაც სიამოვნებასაც კი ღებულობენ. ხო, ჩვენ ნახეთ ეს კადრები, რომ როგორი ადამიანი, როგორ მართლა გაიმეტეს და გარდაიცვალა ეს ახალგაზრდა ბიჭი, გაუბედურდა ოჯახი. ძალიან ძლიერი ხო არ ჯობია, რომ მათ კონდეთ შიში კანონის. აქ შიშით საჭიროა ალბათ, რომ იყოს კანონის შიში, ეშინოდეთ მათ, რომ ისინი უკვე მათ ეცოდინებათ, რომ ისინი იქნება დასჯადი და მათ ბევრი რამ აეკრძალებათ და ამან განაპირობოს ის, რომ მსგავსი დანაშაულის ჩადენაში შეუშალოს ხელი. ნინო, იცით, მე სწორად რა მიმაჩნია, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს და განსაკუთრებით ავალიანის საქმე ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და უბრალოდ მე აქ ახლა არ მომყვები მტკიცებულებათა შეფასებ. ვთანხმდებით ერთ რაღაცაზე, რომ დამნაშავე პირებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თითეული აი ამ ბავშვების უკან დგას სრულწლოვანი პიროვნებები,
რომლებიც სხვა იმიტომ რომ მოვისმინე განცხადებებიც, რომ რაღაც სხვადასხვა ფაქტებთან შემხებლობაც ხო რაღაც დაკავშირება მოახდინა ქალბატონმა ეკავა. დიახ, და რაღაც ფაქტობრივად მე როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს და იურის მჩება მაინც რწმენა იმისა, რომ ეს ბავშვები გამოყენებულები მაინც არიან კონკრეტულად სრულწლოვანი პიროვნებისგან, რომელმაც ესენი მოსწრებაც აქცია, ხვდებით? ანუ რომ ცოდნოდა ამ ბავშვებს, მაშინ ესე დავსვავ კითხვათ, რომ ესენი დაიჭებოდნენ. ფიქრობ, რომ ალბათ თავ შეიკავებდნენ. აი ზუსტად ხო, ეხლა რა დონეზე განზრახვაში ქონდათ მათ ის რა შედეგიც დადგა, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. ხო, არა, მაგრამ თუნდაც სხვა თემას და სხვა კეისს მივუბრუნდეთ და ამ თემას ავარიდოთ თავი, რადგან არა ხართ კომპეტენტური კომპეტენტური მტკიცებულებებს არ ვეცნობ. რა თქმა უნდა, მაგას გულისხმობ. რომ იცოდნენ, რომ ისინი დაიჭებიან. დიახ. ფიქრობ, რომ შემაკავებელი იქნებოდა. მე ესე ვფიქრობ. ხო, ანუ სახელმწიფო ამ კუთხით ფიქრობს, რომ სწორად გადადგავს ნაბიჯს მათი კანონში მუხლის დაშვებით, რომ უნდა იყოს დასჯადი არასრულწლოვანი. არა, მე არ ფიქრობ, რომ მუხს თუ დაამატებს და ეხლა არასრულწლოვანი მცირეა საკიდან. ანუ რო ეცოდინება, რომ მე დავისჯები, ის აღარ ჩარგალახავს. მე უფრო ნახეთრისი მომხრევარ ნინო, კანონის გამკაცრებაზე მეტად მაინც მხარს უჭერ მათ ცნობიერების გაღრმავებას და წვდომადობას, ხო? სკოლებში გადმოვანაცვლებდი უფრო აი ამ ცნობიერების ამაღლებას და ამ კუთხით ბავშვების ინფორმირებულობას. და რაც შეეხება კანონის კაცრებას მე ვფიქრობ ძალიან კარგი კანონი გვაქვს, არ ვფიქრობ რომ რაღაცა კანონი თავის საქმეს ვერ აკეთებს. აქ სახელმწიფო და სამართალდამცავები უფრო ვერ აკეთებს, აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა თავის საქმეს, ვიდრე კანონი ვერ აკეთებს. არ ვიცოდით ჩვენ რამოდენიმე წლის წინ რომ ეს დაჯგუფებები იყო? ძალიან კარგად ვიცოდით. რა გავაკეთეთ, რომ ეს დაჯგუფებები არ გაზრდილიყო? და არ შეესრულა მრავალი არასრულწლოვანი. რამე გავაკეთეთ საზოგადოებამ, სახელმწიფომ? არაფერს არ გაგვიკეთებია ჩვენ და დადგა ის შედეგი, რაც დადგა. ხვდებით? ანუ თვალის დახუჭვა, რომ არასრულწლოვანია პასუხს არ აგებს, ეს არ არის სახელმწიფოს პასუხი. რა იმუშავა? რა გააკეთა? სკოლას თუ არა აქვს მონაცემი, მისი მოსწავლე რისი მიმდევარია, ფიზიკურად როგორ იმოსება, აქედან გამომდინარე შეგიძლია ბავშვს საით აქვს მისი ცხოვრების გზა ასე თუ ისე წარმართული მიხვდე, ხო, მასწავლებელმა და ამ კუთხით დაიწყოს დაუშვათ საგანმანათლებლო ორგანოებმა მუშაობა, ხო, რომ აღარ მოხდეს ამ ბავშვების ჩათრევა იმ მძიმე დანაშაულებში, სადაც შემდგომ ნაბიჯ უახლოვდებიან. დასაწყისშივე მე ესე ვფიქრობ, ჩემი აზრი ეგ არის რა, ისევ და ისევ რომ სახელმწიფოს ჩართულობა სკოლების ჩართულობა, განათლების რეფორმა, იმიტომ რომ ფაქტობრივად სკოლა ვერ უმკლავდება ამ არასრულწლოვანებთან ურთიერთობას, მე ესე ვიტყოდი რა და კანონი რაც არ უნდა დავამძიმოთ, ხო? მაინც არ მოგცემს ნინო შედეგს. შიში, ციხე, კანონი არ ცვლის ადამიანს. ადამიანი იცვლება თავის ცნობიერებიდან, სოციუმიდან, მის ირგვლივ მყოფ საზოგადოების წევრებიდან, ხო? ანუ არასრულწლოვანს არ უნდა უხდებოდეს დამნაშავე ჯგუფებთან ურთიერთობა, ამისი დროც არ უნდა გქონდეს. ნუ დატვირთული უნდა იყოს ისე, მე ვიმედოვნებ რომ ახლო მომავალში. აი კანონის გამკაცრება კიდევ ვიტყვი ერთხელ, რომ ჩვენ ძალიან კარგი კანონი გვაქვს. უბრალოდ კანონს უნდა მოქმედება და სამართალდამცავებმა ეფექტურად უნდა იმუშაონ, დროულად გამოავლინონ დამნაშავე პირები, თუნდაც ვინც დგანან მათ უკან და როცა ის საწყისი აილაგმება მოისპობა, უკვე ეს ბავშვებიც თავიანთ კალაპოტს დაუბრუნდებიან. ხვდებით, აი სად არის პრობლემა წასული? თორე ის რო კანონი გავამკაცროთ, მცირეწლოვანი ბავშვები სადღაც დავსაჯოთ, თავიდანვე უკვე მისი ბუნება შევცვალოთ, კანონთან პირისპირ დავტოვოთ, უკვე ის სათნო ჰუმანური ადამიანი, ჩემი აზრია, ესე ვფიქრობ, რომ ვერ გაიზრდება რა. იმიტომ რომ მოწყვეტილი იქნება მშობელთან, რაღაცა უარყოფითი შედეგები მაინც დარჩება მის ფსიქიკაში. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ქალბატონო ირმა, მე ვიმედოვნებ რომ
სახელმწიფო ზუსტად იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რა გადაწყვეტილებების რა ასე აუცილებელია ჩვენი არასრულწლოვნების და ჩვენი საზოგადოებისთვის, იმ სოციუმისთვის, რა სოციუმშიც დღეს ეს პრობლემებია წამოჭრილი. მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ირმა ბრელიძე. მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებად პოლიტიკური კოდი. ყველაფერი პოლიტიკა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება.